შემახსოვრებათ რამდენი მილიონი ჩაირიცხა თქვენს სანგარიშს. იმდენი ფული გაქვთ რომ არ ითვლით? 2025 წელი მოგებით და ხურეთ თუ წაგებით? არ იცით? არ გიკითხავთ? არ მიკითხავს. არ გაბრაზდეს, გაიგინეს ხორომ ხერულია. პარლამენტის კედლებს მიღმა სხვა საქართველოა სრულიად სხვა რეალობით. ქართული ოცნების დეპუტატებისთვის ცხოვრება მართლაც მხიარულია, განსაკუთრებით კი მათი, ვის ანგარიშებზეც მილიონები ბრუნავს. ზოგი ამბობს, რომ არც კი ითვლიან. ჩემი მოგიბო? დიახ. რატო მეკითხები? მაინტერესებს, აი მომგებიანი წელი. ესე ყველას უნდა უთხრა. მილიონერი დეპუტატების სესიის დარბაზის მარცხენა ფლიგელში ერთმანეთის გვერდით ცხედან. ფარმაცევტული ბიზნესი, მშენებლობა, ქვილის, ღვინისა თუ აგროსექტორი. ოცნების მილიონერ დეპუტატებს წილები ყველგან აქვთ, სადაც დიდი ფული და კიდევ უფრო დიდი მოგება. ბატონ შოთა გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? ბატონ შოთა, მაინტერესებს თქვენს ბიზნესზე მაქვს კითხვა. 2025 წლის წელი მოგებით დახურეთ თუ წაგებით? მაგის კითხვის არც ადგილია და არც წვერი. მართველი პარტიის მილიონერი დეპუტატი შოთა ბერეკაშვილი ახლა ფასების დროებითი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მან უნდა შეამცირებინოს მეგობარ ბიზნესმენებს სურსათის საფასური. ბერეკაშვილი თავად სამშენებლო ბიზნესშია და ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. ელიტური და ეკონომ-კლასის საცხოვრებელი კორპუსები. მილიონერი დეპუტატი აშენებს ყველაფერს და ყველგან. ჩვენ მას ვკითხეთ, რა მოგება მოუტანა ოცნების ახალსახეს 2025 წელს სამშენებლო ბიზნესმა და მოგების რა მარჟა რჩება 1 კვადრატული გაყიდული ბინიდან და კომერციული ფართიდან. მოგება რამდენი იყო? წაგეთ თუ მოიგეთ? ახლა როგორ აიცი მაწუხებ? მენეჯმენტს მიმართ მილიონერ დეპუტატს უხშემოსავლიან ბიზნესზე ლაპარაკი არ სურს, თუმცა დოკუმენტებით მტკიცდება, რომ შოთა ბერეკაშვილის ანგარიშებზე ამ კომპანიებიდან ყოველწლიურად მილიონები ირიცხება. აი ფაქტები. BK Construction-ის 2025 წლის ფინანსური ანგარიშგება ჯერ საჯარო არ არის, თუმცა 2024 წლის მონაცემებით საკმარისია იმის დასანახად, თუ რამდენად შემოსავლიანია ივანიშვილის გუნდის ახალი წევრისთვის სამშენებლო ბიზნესი. ფინანსური აუდიტის მიხედვით, კომპანია ფილიგრინმა, რომელიც საცხოვრებელ კომპლექს საბურთალოზე დანელიას ქუჩაზე აშენებს, გაყიდვებიდან 25,700,000 ლარზე მეტი მიიღო. აქედან დეპუტატს სუფთა მოგების სახით 3,961,000 ლარი დარჩა. კიდევ უფრო შთამბეჭდავია თეთრი კვადრატის ბრენდის ქვეშ მოქმედი კომპანიების მაჩვენებლები. ბერეკაშვილის მოგება აქ ყოველწლიურად იზრდება. მხოლოდ ერთ წელიწადში ბერეკაშვილმა ბინების და კომერციული ფართების გაყიდვიდან თითქმის 10 მილიონამდე სუფთა მოგება მიიღო. მენეჯმენტი გავს კომპანიას, რომელიც მართავს, იმართებს მათ და გიპასუხებენ. ანუ თქვენი კომპანიით არ დაინტერესებულ ხართ წაგეთ თუ მოიგეთ? ანუ მაინტერესებს, აი რა პროცენტის მოგების მარჟაზე მუშაობთ? ბატონო შოთა, სამშენებლო ბიზნესი გაქვთ, რა პროცენტის მოგების? მე მაგამ ხვია. ისა არავითარი არსებითი კავშირი არ აქვს ამ პროცესს. ამას გაენებეთ თავი, რასაც გიკითხებით, იმაზე ვერ პასუხობ. შოთა ბერეკაშვილი ფულს მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობით არ შოულობს. მის ანგარიშზეა მრავალმილიონიანი სახელმწიფო ტენდერები და უმეტესობა მოგებული უკონკურენტოდ. მხოლოდ 2023 წლიდან დღემდე ჯამში ბერეკაშვილის კომპანიებმა 27,477,826 ლარი მიიღო. თბილისის მერიამ მას სამგორში ავარიული კორპუსების შენაცვლების პროგრამა ჩააბარა. მენეჯმენტი მართავს კომპანიას, მე ვარ დამფუძნებელი ერთ-ერთი. გავიგე. რომ მართავს კომპანიას მენეჯმენტი, მაგრამ თქვენ არ მოგიკითხავთ? არ მომიკითხავს 25 წლის რეგები. 21,966,810 ლარი. ეს არის ქართული ოცნების ორგზის დეპუტატის ზალ დუგლაძის წმინდა მოგება 1 წლის განმავლობაში. ეს თანხა დუგლაძეს მხოლოდ ერთი კომპანიის, დუგლაძეების ღვინის კომპანია მოუტანა ღვინის რეალიზებით. მის საკუთრებაში კი კიდევ 6 კომპანია. ფინანსური დოკუმენტების შესწავლის შედეგად ვადგენთ, რომ დეპუტატის ღვინის კომპანიამ შემოსავლები კოლოსალურად გაზარდა. ერთ წელიწადში მან თითქმის 19 მილიონით მეტი იშოვა, ვიდრე 2023 წელს.
მოგებით დახურეთ 2025 წელი თუ წაგებით, აი რა მონაცემები გქონდათ 2025 კომპანიაზე საუბრო? ეს ბიზნეს კომპანიაზე მოგებით ციფრი არ მახსოვს, ციფრი არ მახსოვს ვერგეთქვა. ანუ არ გახსოვთ რამდენი მილიონი გქონდათ წმინდა მოგება, მაგრამ შემიძლია რომ ვიხმე თუ არ მართლა არ მახსოვს. 10 მილიონი იყო, 5 მილიონი იყო, 3. არა, გაცილებით მეტი, მაგრამ არ მახსოვს ამ. 10-ზე მეტი? რომელი ბიზნეს მიმართულებაა თქვენთვის ყველაზე მომგებიანი? რომელი როგორ გითხრათ ახლა ეს ბევრი კომპანია გაქვთ, ნოზა, ხა ერთი კომპანია. ზედაპირ გულადების კომპანია. ანუ ღვინოს მეტი შემოსავალი და ფული მოაქვს. ანუ ვერ გეტყვი არ დამithვლი ეგრე ზუსტად. ფინანსური ანგარიშგება აჩვენებს ნახტომურ ზრდას. თუკი დუგლაძეების ღვინის ბიზნეს 2023 წელს 2.929.000 ლარი ჰქონდა, 2024 წელს ეს თანხა გაათმაგდა და 21.676.000 მიაღწია. ფინანსისტები ამბობენ, რომ ეს ზრდა კითხვის ნიშნებს აჩენს. მსგავსი ნახტომისებური ზრდა, სულუქად რო ვთქვათ, არის რაღაცა, ასე ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება და, როგორც მინიმუმ შიდა სამზარეულოში საინტერესო იქნება აქ ჩახედვა, იმიტომ რომ ეგრე არ ხდება ხოლმე ბიზნესში და ეკონომიკაში ეგრე არ ხდება, რომ კომპანიამ ერთ წელიწადში, რაღაცა თითქმის რაღაცა არსებული გარემოებებისა და თანაბარი პირობების ცვლის გარეშე აი ამ ხელა ნახტომისებური რაღაცა მოგება გააკეთოს. ღვინის კომპანიას დუგლაძე ბიძინა ივანიშვილის ძმასთან ალექსანდრე ივანიშვილთან ერთად ფლობს. სამშენებლო კომპანია მთაწმინდა 95-ის წილებს კი ინაწილებს იმავე ალექსანდრე ივანიშვილთან, მის ცოლის ძმა თამას ხარაიძესთან და უჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორ გიორგი კაპანაძესთან ერთად. ღვინოს დეპუტატი საქართველოს გარდა რუსეთსა და აზიის ქვეყნებში ყიდის. ექსპორტმა მეტი შემოსავალი მოგცა თუ ადგილობრივი ექსპორტი რა თქმა უნდა. რომელია ყველაზე შემოსავლიანი, უხიმო შემოსავალი? აზიის ქვეყნები, ასევე დასავლეთის ქვეყნები, ასევე რუსეთი და ასე შემდეგ. ჩვენ შევდივართ იმ ქსელში, სადაც მოგება არის, იქ არ შევდივართ. ზალ დუგლაძე ის დეპუტატია, რომლის ნათქვამი სიტყვაც პარლამენტის სესიის დარბაზში არავის ახსოვს. მას არც საკანონმდებლო ინიციატივა ჰქონია და არც კითხვა გასჩენია ოცნების მიერ ინიცირებულ არც ერთ მათ შორის ადამიანის უფლებების შემლახავ კანონპროექტზე. ცოტა მიჭირს ამ დიდარი ადამიანების გაგება. მეუბნებით არ დავინტერესებულ ვარ რამდენი მილიონია. 25-ში რა მოგებაც უნდა იყოს მარტის თვეში უნდა წარადგინოს კომპანიამ, რომ აისახოს ინტერნეტში. რამდენი იყო მოგება და ასე შემდეგ და ჯერ დათვლილი არ არის და შესაბამისად არ ვიცმეთ. რეპორტალზე ნახულობთ ამ ბიზნესის მფლობელი კაცი მოგებას? იქაც ნახულობ და იქაც ნახულობ. ოცნების კიდევ ერთი დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის ხელშია ფარმაცევტული სამედიცინო და სამშენებლო ბიზნესი. ჯეომედიცინი გლობალ ფარმი, გლობალ ინვესტმენტი და ველჰაუს დეველოპმენტი ობოლაშვილის საკუთრება. მილიონერი დეპუტატის მფლობელობაში არსებული კომპანიების უმეტესობას ფინანსური დოკუმენტაცია დახურული აქვს, ამიტომ ბიზნესიდან პოლიტიკაში გადაბარგებულ ობოლაშვილს ვკითხეთ, რომელმა ბიზნესმა მოუტანა ყველაზე დიდი შემოსავალი. 2025 წელი მოგებით დახურა თქვენმა კომპანიებმა? გითხეთ კომპანიის ხელმძღვანელობას. თქვენ ხართ ერთ-ერთი, რომელიც მთავარი და ჩართული ხართ ამ ყველაფერში და რამდენი მილიონის მოგება მოგიტანათ თქვენმა კომპანიებმა, მაგალითად ფარმაცევტულმა კომპანიებმა, სამშენებლო კომპანიებმა, რამდენი მილიონის მოგება მოგიტანათ? მე ვარ დაფუძნებელი, თუმცა ჯერ არ შემისწავლია. 2025 წელს რამდენი გქონდათ მოგება? არ შეგისწავლიათ ბატონო ანტონ 2026 წელი. არ მქონია შეხვედრა ჯერ ხელმძღვანელობასთან. ანტონ ობოლაშვილი ადასტურებს, რომ მისი ყველა კომპანია მოგებაზე მუშაობს, თუმცა დეპუტატს მიღებულ შემოსავალზე ლაპარაკი არ სურს. ამბობს, რომ მის მფლობელობაში არსებული კომპანიების შემოსავლებიც და გასავლებით საჯაროა, თუმცა ეს ასე არ არის. ფინანსური ანგარიშგების პორტალზე ღია მხოლოდ გლობალ ფარმის ფინანსური მონაცემებია. ვარკვევთ, რომ მხოლოდ ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტითა და ვაჭრობით დეპუტატმა 16.848.000 ლარის მოგება მიიღო. კომპანიის ბრუნვა კი გასულ წელთან შედარებით 74 მილიონამდე გაზარდა. თავი არის რომ მოგებაზეა კომპანია. თავი არის. რომელი კომპანია უფრო მომგებიანია? სამშენებლო კომპანიები გაქვთ უფრო მომგებიანი თუ ყველა ჩემს მიერ დაფუძნებული კომპანია ყველა არის მოგებაზე. ეს ორი 17 სართულიანი მრავალბინიანი კომპლექსი
2,000 კვადრატულამდე კომერციული ფართით ქავთარაძეზე ობოლაშვილის ვილჰაუს დეველოპმენტმა ააშენა და უკვე გაყიდა. სამშენებლოდ გამზადებული ეს მიწაც მისი საკუთრებაა და აქ 22 სართულიანი ელიტური კორპუსი იქნება, თუმცა უცნობია რა შემოსავალი მიიღო მილიონერმა დეპუტატმა უძრავი ქონების რეალიზებისგან. ციფრები, რომლებიც მოგებას ასახავს, გასაიდუმლოებულია და არც დეპუტატი ამხელს. კლასიკური გაგება რა არის ბიზნესი? საქმიანობა, რომელიც ორიენტირებულია რაზე? მოგებას. ბიზნეს მოგება არ აქვს ადამიანებს და საქმე. რამდენ პროცენტიან მარჟაზე მუშაობ, ბატონო ანტონ? რომ მითხრათ, ეს არ შეგიძლიათ? რამდენი პროცენტია თქვენი მარჟა, მაგალითად, მედიკამენტებთან დაკავშირებით? დეტალები არ მახსოვს, ჩახედვა უნდა, შესწავლა უნდა. გაგიწიათ ბიზნესი, ბატონო ანტონ, რანაირად არის? არ მახსოვს ყველაფერი. ობოლაშვილი ფორმალურად მართალია. მან ისევე როგორც სხვა ბიზნესმენმა დეპუტატებმა წილების მართვის უფლება ოჯახის წევრებს გადასცა. რამდენი მილიონი უნდა ჩაგერიცხოთ, რომ წარმატებულ წყლად ჩათვალოთ? არის ვენებთ არა. ეს გოდერძი ჩანქსელიანია. პარლამენტში დეპუტატის სკამს 2020 წლიდან იკავებს. გრანდე ჯგუფი, ბევერლი ჯგუფი, გრანდე პროპერტი,ინ დეველოპმენტი გლდანი. ეს იმ კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მილიონერი დეპუტატის სახელს უკავშირდება, თუმცა ბიზნესებს მისი შვილებიც ფლობენ. საერთო ჯამში ჩანქსელიანების ოჯახის აქტივები 50 მილიონს აჭარბებს. 2024 წელს მხოლოდ ერთი კომპანიიდან, გრანდე ჯგუფიდან ჩანქსელიანმა მოგების სახით 4 მილიონზე მეტი მიიღო. არ გაგიგიათ, რამდენი მილიონი ჩაირიცხა თქვენს ანგარიშზე, ბატონო? არ ჩარიცხულა, წააგეთ? ანუ არ გაქვთ მხოლოდ ერთი კომპანიით 6 მილიონ ლარზე მეტი იშოვა საწვავის იმპორტითა და ვაჭრობით ჩანქსელიანის მეგობარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, თუმცა ამბობს, რომ ახლა მისი ბიზნესი არ ყვავის. ენუქიძე პარლამენტის ერთ-ერთი უმდიდრესი წევრია. მას ეკუთვნის წილები 20-ზე მეტ კომპანიაში. დიდი წილი აქვს სამშენებლო ბიზნესშიც. მის საკუთრებაში არსებულ მხოლოდ ერთ ჰოლდინგს, იბერკომპანიის 97 მილიონის ღირებულების აქტივები აქვს. საუბრობთ გითხარით, რომ არ გაბრაზდეთ, გაიგინეთ ცხოვრება მხიარულია. ცხოვრება განსაკუთრებით მხიარული ალბათ მაშინ არის, როდესაც თქვენი ბიზნესი ყვავის და ახლა ყვავის. რამდენ პროცენტიან მოგებაზე მუშაობენ და რატომ გაორმაგდა ბინების ფასი? 1 კვადრატულ მეტრ გასაყიდ ბინაზე რამდენია მოგებების მარჟა? ოცნების დეველოპერი დეპუტატები ამ კითხვას არ პასუხობენ. არადა ბოლო 5 წელიწადში ქვეყანაში ბინების ფასი გაორმაგებულია. ხალხს კი წლობით ამ ბინების სესხების ხდა უწევს ბანკში, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ფინანსისტი ვარ და ფულის დათვლა როგორ ვიქნე? აი თქვენი ბიზნესებიდან შემოსვლები რომ დათვალეთ, რამდენი მილიონი ჩაირიცხა თქვენს ანგარიშს, თქვენი ბიზნეს კომპანიის ანგარიშს მინდა მოგების სახით. საერთოდ ჩემ პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც მშენებლობა მიდის, კომპანია სანამ არ დაასრულებს პროექტს, იქ მოგებას ვერ დათვლი და შეიძლება თანხები ყოველდღურად ან ბანკიდან აიღო, ან შეიტანო. ამიტომ ძელვადიანი პროექტები როცა ხორციელდება, მისი დათვლა, მისი მოგება ყოველდღურად ვერ გამოიყო. ბეჟან წაქაძეც მშენებელი დეპუტატია. თბილისის ცენტრალურ უბნებში კორპუსებს აშენებს და ბინებს ყიდის. იცის, რომ ბიზნესის კეთება დეპუტატობის პარალელურად დანაშაულია, ამიტომ, როდესაც ვეკითხებით, რამდენი მილიონის მოგება მოუტანა ბიზნესმა, ამტკიცებს, რომ მართვა სრულად 38 წლის შულს გადააბარა. მისი ოჯახის საკუთრებაში 17 კომპანია და მილიონობით ლარის ქონება. ბიზნეს პორტფელი მრავალფეროვანია. დეველოპერულ გიგანტებთან ერთად წაქაძე სამედიცინო სექტორსაც აკონტროლებს. საჯაროდ ხელმისაწვდომი არც მისი კომპანიების ფინანსური დოკუმენტაცია. ელენა ჩამოვშორდი ბიზნესი, იმიტომ რომ 38 წლის და ჩემი ბიჭი და 20 წელი ჩემთან მუშაობს. ამიტომ თვითონ აკეთებს ყოველივე ამას, მე არ ვერევი. ეხლა მშენებლობის მარჟა დღეს როცა მხელა კონკურენცია არ ამგონია დიდი იყოს. ათობით მილიონის მოგება ჩაირიცხა კომუნიკაციებისა და მშენებლობის მაგნატის ილია ინჯიას ანგარიშზეც. ის 22 კომპანიას ფლობს და სატელეკომუნიკაციო ბაზრის 25%-ს და ინტერნეტ ბაზრის 6%-ს აკონტროლებს. ინჯიას საკუთრებაშია შეპესე ფოპნეტი, ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციების ქსელი, რომლის პარტნიორიც რუსული კომპანია ვესტელკომია, საიდანაც ინჯიამ 2 მილიონის მოგება მიიღო.
მიგეთ თუ წააგეთ? არ ვიცი თქო, არ რამდენი მაქვს ეს მილიონი ინფორმაცია. ჩაირიცხა თქვენს ანგარიშს? არ ჩარიცხულა არც 1 მილიონი. არ ჩარიცხულა? დიახ. ან წაგებაში ხართ? არ ვიცი თქო. ან წმინდა მოგება რამდენი გაქვთ, ასაოპერაციო ხარჯი რამდენი გქონდათ, ამონაგები რამდენი გქონდათ? დეველოპერულ ბიზნესში წინჯიების წილი დიდია. მათ ააშენეს ეს 28 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში. მისი კომპანიისთვის შეცვალეს საგანგებოდ ლანდშაფტური ზონის სტატუსი და დაამატეს სასტუმროს ტიპის მშენებლობას აპარტამენტების მშენებლობის ნებართვაც. ილია ინჯია ქართული ოცნების პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი დეპუტატია, თუმცა ამტკიცებს, რომ არ იცის, როგორ მუშაობს მისი ბიზნეს იმპერია. იგებს თუ აგებს? დირექტორი ყავს კომპანიასთან. კომპანია ხომ თქვენია? შემოსავალი დირექტორი თქვენია, ყავს? დივიდენდი ხომ კი, მაგრამ მე ხო გადაბარებული მაქვს. შემოსავლებს არ კითხულობთ. როგორ არ ვკითხულობ, უბრალოდ არ მაქვს ეხა ინფორმაცია. სამშენებლო ბიზნესი ოცნების დეპუტატებისთვის ნამდვილი ოქროს საბადოა. ამ სექტორში დიდ ფულს შეულობენ გიორგი ბარვენაშვილიც და ირაკლი კირცხალიაც. ბარვენაშვილი კახა კალაძის მეგობარია, კირცხალია კი მამუკა მდინარაძის ახლო გარემოცვის წევრი და მისი მემკვიდრე პარლამენტში. მოგებით დაასრულა თქვენმა კომპანიებმა მუშაობა. ანუ მოგებაზე დახვედით 2025 წელს მოგებით დახურათ. M Property, Evroeni, GD Property, Epic Development და Vista მთაწმინდა. ეს კომპანიები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კირცხალიას ეკუთვნის. სამშენებლო ბიზნესში კირცხალია ახალი არ არის. ის დეველოპერული საქმიანობით პარლამენტში მისვლამდეც იყო დაკავებული. ააშენა საცხოვრებელი კორპუსი გობრონიძის ქუჩაზე. დამტკიცებული 8 სართულიანის ნაცვლად 11 სართულიანი. გაყიდა ბინებიც და მიიღო შემოსავალიც, მაგრამ მისი კომპანიის ფინანსური ანგარიშები რეპორტალზე დახურულია. თავად დეპუტატს კი არ სურს იმის თქმა, თუ რამდენ შოულობს ბიზნესით პარლამენტარის ხელფასის პარალელურად. უცფელად გეუბნები, რომ ნამდვილად არ მომეკითხავს. არ იცით რა შემოსავალი? იქნებ წაგებაზეა თქვენი მე ამაზე არ გაგცემ. დასახური თუ წაგებაზეა, თუ დასახურია, დავხურავ თქვენ რატო ნერვიულობთ? მე ვერ გიპასუხებთ და არც გიპასუხებთ. რატომ ბატონო? იმიტომ რომ არის ადამიანი, ვინც ვალდებულია ამაზე. ფასნამატი რა? მოგება, წაგება, ფასნამატი, ყველაფერზე გიპასუხებთ. ის ადამიანი, ვინც არის პასუხისმგებელი. მიღებულ შემოსავლებს არც დეველოპერული ბაზრის ახალი მოთამაშე გიორგი ბარვენაშვილი გვიმხელს. კახი კალაძის ახლო გარემოცვის წევრის სახელზე 12 კომპანიაა გაფორმებული, თუმცა ღია მხოლოდ ერთის ოდას ანგარიშებია. აქედან დეპუტატს მხოლოდ 9 მილიონი ერგო, თუმცა გაცილებით მეტია მბრუნვაც და მოგებაც მის სამშენებლო ბიზნესში. მე ბიზნესი არ მაქვს, გადაბარებული მაქვს კომპანია და მართავენ. შემოსავლიანი წელი გქონდათ, ოქროს ხანა უდგას ახლა თქვენს ბიზნესს. 25 წლის დეკლარაცია როცა იქნება, შეგიძლიათ გაიწეროთ. ხო, მაგრამ თქვენ არ ინტერესდებით წაგებაზე მუშაობთ თუ მოგებაზე, წამგებიანი წელი გქონდათ თუ მოგებიანი. გაიგებთ ყველა. 30-ზე მეტი ბიზნესი და თითქმის არც ერთი ღია ფინანსური ანგარიში. ვასილ ჩიკოგიძე ოფიციალური მილიონერია, თუმცა მისი შემოსავლების და გასავლების დათვლა არც ისე მარტივია. მაინტერესებს, აი მომგებიანი წელი. ესე ყველას უნდა უთხრა, მოგება რა მქონდა. მილიონერი, ბატონო როგორ? უნდა უთხრა ესე ყველას რომ ამდენი მქონდა მოგება. ვინმეს უმელა? კამერა შემომიوردეს, ვინმე გაიგონ, ამდენი ფული ქონია და მომკლას შეხება. ბევრი გაქვთ ძალიან ბატონო ვასილ. მე? ხო. საყოფი მაქვს ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის. იმ მოტივით, რომ დააყაჩაღებენ, ჩიკოგიძე მის შემოსავლებს და მოგებას ასაიდუმლოებს. კომპანიის ანგარიშების უმეტესობა დახურული არა და ოცნების დეპუტატის საკუთრებაა სატრანსპორტო საექსპედიციო სერვისი, აგრობიზნესი, კომერციული ფართების გაქირავება და უმაღლესი განათლება. ის ფლობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წელს. ფინანსური ანგარიშგება აქაც ბოლოს 2022 წელს წარადგინა. მოგებამ ამ დროს 6,810,000 ლარი შეადგინა. საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც აი მსგავსი ბრუნვის ბიზნესმენებს და მსგავსი გაქანების ბიზნესმენებს აქვთ სურვილი, რომ წავიდნენ პოლიტიკაში. მე ესეთი ფაქტი არ მახსენდება.
რაში სჭირდებათ მანდატები ადამიანებს, რომლებსაც მილიონიანი ბიზნეს ინდუსტრიები პარლამენტში შესვლამდეც ჰქონდათ. მით უმეტეს, რომ მათი წვლილი საკანონმდებლო პროცესში თითქმის ნულის ტოლია. ფინანსისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ შემოწირულობები და საჩუქრების სახელით შეფუთული შემოსავლები ეს არის ის, რაც მდიდარი პარლამენტარების შემთხვევაში ხშირია. ბიზნესიდან მიღებულ მოგებას პარტიას უნაწილებენ. არალეგალურ შემოსავალს კი დეკლარაციაში საჩუქრად აფორმებენ. როდესაც ხარ აღმასრულებელ ხელისუფლებაში და როდესაც შენ შეგიძლია ბაზარზე, შენ შეგიძლია კონკურენტებზე, შენ შეგიძლია სხვა თანაბარ პირობებზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა, ხო, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები ჩნდება, რამდენად სამართლიანი თამაშის წესებით ოპერირებ. ისინი აი ამ თავიანთ მანდატებს ძალიან კარგად იყენებენ თავიანთი ბიზნესის ხელშესაწყობად და თავად ოცნებას რაში ჭირდება ეს ბიზნესმენები, ну ამას უკვე სხვა შემოწირულობებს თუ შევხედავთ მართველი პარტიის შემოწირულობებს და ვინახავთ ძალიან ბევრ ნაცნობ კომპანიას და მე მგონი ორივე კითხვას ამით ეცემა პასუხი. სანამ პარლამენტის ხტომათა დარბაზში მილიონერი დეპუტატების მიკროფონები წლობით გამორთულია, ბიზნეს რეესტრში მათი კომპანიების ბრუნვა რეკორდებს ხსნეს. პარლამენტის წევრობა დიდი ნაწილისთვის შემოსავლის გაზრდის წყარო გახდა.